მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოდით დღეს მოვამზადოთ ესეთი გემრიელი წასახემსებელი, ვემი საოცარი გამოვიდა, მართლა ძალიან გემრიელია. გირჩევთ მოვამზადოთ და ეხლა განახებთ რა დაგჭირდება ამ გემრიელობის მოსამზადებლად. ძე, კვერცხი, ფქვილი, მარილი ზეთი, ასევე ყველი, რომელიმე ლორი, შეგიძლიათ ქათმის ბიჩინაც გამოიყენოთ და მწვანე ხახვი. ეხლა ყველა ინგრედიენტი გავაერთიანოთ თაში, ეს არის ფქვილი, კვერცხი, რძე, ზეთი, მარილი და ეს ყველაფერი კარგად აურიოთ. სუსტ პროპორციებს დაგიტოვებთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. მინიმალური ინგრედიენტებია და ძალიან გემრიელი გამოდის. ეხლა ეს ყველაფერს კარგად აურევ, ცომი უნდა გამოვიდეს. აი ესეთი კონსისტენციის ნახეთ, საკმაოდ თხელი ცომია. ეხლა გადავიტანოთ გამოსაცხობ ჟარონაზე, რომელზეც დავაფინე პერგამენტი და ესე კარგად ეხლა გადავანაწილებ ჩვენ ცომს. ეხლა გადავანაწილებ კარგად კუთხეებში. თავიდან სიმართლე რო გითხრათ რა ვაკეთებდი, არ ვიცოდი რა გამოვიდა და პირველად მოვამზადე მეც. ესეც ტრენდია ინტერნეტში, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. ეხლა შევდგათ წინასწარ აუცილებლად კარგად გახურებულ ხომალდში 200 გრადუსზე, სადღაც 10-12 წუთი. ხომალი უნდა იყოს ძალიან კარგად გახურებული. სანამ ჩვენი ფირფიტა ცხება, ეხლა დავჭრათ ვიჩინა და ასევე დავჭრათ მწვანე ხახვი, ყველი მე უკვე გახეხილი მაქვს. ესე გრძლად ვჭრი და მწვანე ხახვს დავჭრი ძალიან წვრილად. თუ დიდი ოჯახი გაქვთ, წინასწარ გავთხილებთ, მოვამზადეთ ორმაგი პორცია, რადგან მართლა ძალიან კარგი გამოვიდა. მწვანე ხახვი მე ვქენი, შეგიძლიათ თქვენ არ უქნათ. გემოვნებით, მაგრამ ძალიან მოუხდა. წვრილად დავჭრი. განსაკუთრებით ეს ჩვენი ნახელავი მოეწონება ბავშვებს. ჩემმა შვილებმა ძალიან გემრიელად მიირთვეს, ძალიან მოეწონათ და მომიწია მეორე პორციის გაკეთება, რადგან მართლა ძალიან კარგი გამოვიდა და თან თხელია, სიფრიფანა, გემრიელია და ამიტომ დამჭირდა მეორე პორციაც მომემზადებინა. აი, ჩვენი ფენა ესე გამოვაცხვებ, ბოლომდე არ გამომიცხვია, 10 წუთი მქონდა ხომალდში 200 გრადუსზე. ეხლა მოვაყრი ყველს, ყველი ბევრი არ ჭირდება და ასევე ეხლა მოვაწყობ ვიჩინას. ვიჩინასაც ძალიან ბევრს არ უშვები, აი ყველა ნაჭერზე რომ მოხვდეს ცოტ-ცოტა. ძალიან გადატვირთვა არ ჭირდება. ისედაც ძალიან გემრიელი გამოდის. დილა შეგიძლიათ საუზმედაც მოვამზადოთ, უცბად მზადდება. ცომს ჭირდება სადღაც სულ რაღაც 2-3 წუთი მომზადებას და რაც გამოცხობას დაჭირდება, ეს არის სადღაც 20 წუთამდე. აი ესე კარგად მოიბრაცა და ეხლა ზემოდან მოვაყრი ჩვენ დაჭრილ მწვანე ხახვს. ჯერ ნახეთ რა სილამაზე გამოვიდა. სურნელი საოცარი აქვს. ეხლა ცხელსვე დავჭრი, რა თქმა უნდა და დავაგემოვნებ. აქ ცოტა მოუხერხებლად ჭრი, რომ კამერა არ წავაქციო. ყველი იწელება საოცრად.
ძალიან ცხელია. ამიტომ ხელთათმანებს ხუმარობ, იმიტომ რომ ძალიან ცხელია. აი ესეთი გამოვიდა ჩემო ძვირფასებო, საოცრად გემრიელია, ძალიან ნაზი და ჰაეროვანია, დამიჯერეთ ძალიან მოგეწონებათ. გამოიწერეს ჩემი არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეოები თქვენ მეგობრებს და მომავალ შეხვედრამდე.